ეს არხი მონადირეებისა Adventures Live Geo. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. ისევ და ისევ რუსთავიდან, ისევ და ისევ მაღაზია და ქსელ კალიბრის ფილიალიდან. დღეს წარმოგიდგენთ ბაშმასტერის თუ ბუშმასტერია, ბაშმასტერია ალბათ, ხო? არ ვიცი, სიმართლე გითხრა, რა, ბუშმასტერი უფრო მეადვილება. ხო, ბუშმასტერი იყოს ბუშმასტერი, რა. მაგრამ და აი იმედია ძალიან ჩაგუსწორებს. ძალიან ქვევს არ გვესვრიან და ხო, ნუ ბუშმასტერია რა იდეაში. ბუშმასტერის ეს უკვე აი ესეთი თემა რომ ყველამ კარგად იცის რა, იგივე არის ბაზა, კლასიკური არის ბაზა. უბრალოდ შემსრულებელი ამ შემთხვევაში ეს ფირმა რა, ბუშმასტერი. და გვაქვს აი სამი განსხვავებული მოდელი. დააკვირდი. ერთი და იგივე არის ყველა, უბრალოდ შესრულება აქვს ცოტა განსხვავებული. აი ეს ორი მოდელი მაგალითად. დიახ. არის ანალოგიური იმ განსხვავებით, რომ აი ეს ჰენდგარდები, ტიბჟირები, ეგრეთ წოდებული არის განსხვავებული აქ საშტატო კლასიკური ტიბჟირი აყენია, რაც ყველასათვის ცნობილ ფილმებიდან გახსოვთ ალბათ ემოთხები რო იყო და დაახლოებით აი მიამსგავსებთ კიდევაც ამ ეს ტიპური სახელური ეს გადასატანი, რომელიც ამ შემთხვევაში შეგვიძლია რომ მოხსნათ. პირდაპირ კანჩებზეა მოვუშვებ და ეს ზრება და დაახლოებით აი ასეთ მდგომარეობაში მაგას ემსგავსება მე მოხსნილ მდგომარეობაში, ხო? ზუსტად რა. შეგვიძლია დემონსტრირებად გავაკეთოთ თუ როგორ იხსნება, ძალიან მარტივად იხსნება. აი მორი აი მოვიდა ესეთი რაღაცა. კი, ბატონო. და მე უკვე შეგვიძლია რომ დავაყენოთ სამიზნე მოწყობილობების ტელესკოპური კონდახია, რომელიც არის 4 რატო არ გამოდის ეს. ესე 4 პოზიციანია. ამ მოდელში განსხვავება ის არის, რომ ეს მოდელი დააკვირდი როგორ არის გაკეთებული. ამ შემთხვევაში გვაქვს მაკპულის ტიბჟირი, ჰენდგარდი ხელის მოსაგებებელი და სამიზნე ზედვიალულაზე გაზოკამერასთან ერთად. გაზოკამურასთან ერთად. აი ამ შემთხვევაში პირიქითაა საშტატო ჰენდგარდია და სახელურიც საშტატოა. ანუ რაც მოყვებოდა ემოთხებს ზუსტად ესეთი ვარიანტია. ამასაც სამიზნე მოწყობილობები აქვე აქვს, ზევიდან აქვს. ლულაზე და უკან. ინტეგრირებული არის? არა, ესე შეგვიძლია რომ მოხსნათ, კი, იხსნება უბრალოდ ლულაზე ტოლებული სამიზნეა ინტეგრირებული გაზოკამურასთან ერთად. კალიბრი 223 მულტია, ანუ ორივე კალიბრს იღებს 223-ს და 556-საც. პირდაპირ მითითება აქვს ორივე შეიძლება რომ ვიხმაროთ, ორივე ვაზნი შეგვიძლია ვიხმარო. დანარჩენი კლასიკური შესრულებითაა, ლულის სიგრძე არის 45 სანტიმეტრი, რამდენი ინჩი გამოდის, აღარ ვიცი ეს უკვე 11, 12 თუ რავი, არ ვიცი. ვერ ვერკვევი მაგაში ძალიან კარგად. ასეთი იარაღია მოკლედ. ფასი რა აქვს? ფასი აქვს 4800 აი ამ მოდელს. დიახ. ეს ხელში მიჭირავს. ბუშმასტერი წარმოებელი ვინ არის? ამერიკა. და ეს ღირს 5290, აი ამ შესრულებით ეს უკვე შეცვლილი, როგორც გითხარით, მაკპულის ჰენდგარდით არის და სახელურიც მაკპულის აქვს. გაუმჯობესებული უფრო ერგონომიულია. თუმცა სისტემა და შესრულება თუ არ ჩავთვლით აი ამ დეტალს, ანალოგიური კონდახი, ცეცხლისმოწმის სახელური და ჰენდგარდი. პლასტიკის. კალიბრი, როგორც გითხარით, არის მულტი 223 და 556 ორივე ზღებულობს. სისტემა იგივეა, რაც არებშია ხოლმე, აი ერთ-ერთი იმეორებს, სასხელიდან დაწყებული სისტემით ამთავრებული. მოდი, დამაბნეველი რო არ იყოს, მაყურებელს უთხრათ, რომ სამივე იარაღის ფასი როგორი განისაზღვრება, ესე იგი, აი ამ იარაღის ფასი რა გვაქვს, ესე იგი? ამ იარაღის ფასი გვაქვს 4000, იცოდე ნახო რო არ შემეშალოს, კარგად. 4800 ლარი. 4800 ლარი. საშტატო იარაღი? შემდეგი იარაღი, ეს უკვე მაკპულის სახელურით და ტიბჟირით არის 5290 ლარი, აწერია კიდევ და ამ იარაღის ფასი. ეს იარაღი რაც შეეხება, ეს არის უკვე ბინალური
სისტემით არის. გახსოვს რა გადავიღეთ ბინარი? კი, მახსოვს ბინარული სისტემები, საკმაოდ ისეთი აქტიურ ფაზაში რო გადადის სროლა, ხო? სასხლეტის ერთი манипуляციით ხდება ორი გასროლა, ანუ გასროლის დროს სასხლეტზე აშვების დროს კიდე აკეთებს მეორე გასროლას და ასეთი ტიპის სასხლეტები ძალიან მოსათხოვია სპორტსმენებს, უფრო სპორტსმენებისთვის არის განკუთვნილი. თუმცა ზუსტი გასროლა მეორის დროს, მეორე გასროლის დროს ვეღარ არის ისეთი წარმატებული. ხო, ნუ ისეთი ზუსტი არა როგორც პირველი, მაგრამ იქვე სადღაც ახლოსში ხდება თუ კარგად ფლოპ იარაღს და კარგად აკონტროლებ, ასე ვთქვათ რა. ამიტომ მე ესე წარმომიდგენია, რომ ალბათ უფრო ახლო დისტანციებში შეიძლება ბინალურით უფრო ახლო დისტანციებში თავდასხმა ალბათ უფრო. თავდაცვისთვის ხო, თავდასხმისთვის უფრო მჭიდრო ცეცხლის წარმოება შეგიძლია ამ შემთხვევაში რა, ანუ სწრაფად აქტიურად ჯერით გასროლა ხდება. ამ იარაღსაც შეეხება ფასი არ ვიცით, იმიტომ რომ ველოდებით სამხარაულიდან დასკვნას, ну ფრანკლინებზე მოგვივიდა და მოგწეს გაყიდვის უფლება და ანალოგიურად იქნება ამ შემთხვევაშიც. განსხვავება არაფერი არ არის, იგივე ბინარია. ანუ ავტომატური ჯერით არ ესმის. მან თითის манипуляცია ჭირდება რომ მეორე ვაზნს გავარდეს. ანუ მოუჭირე, გაისროლე, გაუშვი, გაისროლე. მაგრამ გარდა ამისა აქვს სხვა რეჟიმიც, ანუ ერთი გასროლის რეჟიმი. დააკვირდი? შეგვიძლია რომ დავკეტოთ, შეგვიძლია რომ ერთ-ერთი გავისროლოთ, შეგვიძლია ბინარზე გადმოვიყვანოთ და ორი გასროლა გავაკეთოთ. და ანუ ისე არ არის რომ მარტო ორ-ორს ისროდეს, რა, გვინდა რეჟიმი შეურჩევთ, გვინდა ორ-ორს გავასროლებთ, გვინდა ერთ-ერთს გავასროლებთ. მწარმოებელი ამ იარაღების არის ამერიკის შეერთებული შტატები. საკმაოდ პოპულარულია ამერიკაში და არა მარტო ამერიკაში, აქტიურად ხმარობენ და ჩვენ მომხრობელსაც ბევრს აქვს ჩემი მეგობრებს ბაშმასტერის ეს იარაღები და საკმაოდ წარმატებით ხმარობენ როგორც სანადიროდ ისე სპორტული სროლებისთვის. სად შეუძლია რომ შეიძინოს ეს იარაღი? რა თქმა უნდა, მაღაზიას ქსელ კალიბრში. ნებისმიერ ფილიალში თუ ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ რომ შეიძინოთ ეს იარაღები. მაღაზია ქსელის ნებისმიერ ფილიალში, რომელიც საქართველოში არსებობს. საკმაოდ ბევრი ფილიალები. საიტი კიდე ქე არის აქ და შეუძლია ხალხმა მიმართოს და დაათვალიეროს. თვითონ ჭიდი მოყვება კიდე. თვითონ ჭიდი მოყვება თითო იარაღს. რამდენიანები არის ხო არის? ეს 32-იანი მჭიდია. მეტალის ჭიდია.